ღირსი პორფირი კავსოკალიველი. მორჩილება. როგორ გითხრათ, მე ვიცოდი ეს რაც იყო. სიხარულით და სიყვარულით მივეცი თავი მორჩილებას. ამ სრულმა მორჩილებამ მიხსნა კიდეც. ამისთვის გარდა მომივლინა ღმერთმა მადლი. დიახ, გიმეორებთ, რომ მე უხუცესების სრულ მორჩილებაში ვიყავი. ჩემი მორჩილება იძულებითი არ იყო, არამედ სიხარულით და სიყვარულით აღვასრულებდი. უხუცესები გულწრფელად მიყვარდა და ეს სიყვარული მეწეოდა მათი სურვილი რომ მეგრძნო და გამეგო. მანამ სანამ რამეს მეტყოდნენ, მე უკვე ვიცოდი რა უნდოდათ და როგორ უნდოდათ. ასე იყო ყველა საქმეში. ყველგან დავრბოდი და იმას ვაკეთებდი, რაზეც მაკურთხებდნენ. მე მათ მივანდე ჩემი თავი. ამიტომ მათ მახლობლად ჩემი სული სიხარულით ფრენდა. არავისზე არ ვფიქრობდი, სადღა იყო ნათესავი, სად იყო ნაცნობ მეგობარი, სად მთელი ქვეყანა. ჩემი ცხოვრება იყო ლოცვა, სიხარული და ჩემი უხუცესების მორჩილება. მათი ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, რომ შემესრულებინა. მაგალითად, ერთხელ უხუცესმა მითხრა: შვილო, ჭამის წინ ხელები დაიბანე და ყოველთვის, როცა კი ტაძარში წასვლას დავაპირებთ. რადგან წმინდა ადგილას შევდივართ და ყველაფერი წმინდა უნდა იყოს. ჩვენ ორივე მღვდელმსახურები ვართ და ორივე ლიტურგიას აღვასრულებთ. ჩვენ სუფთა ხელები უნდა გვქონდეს. საერთოდ ყოველივეში სისუფთავე გვმართებს. მას შემდეგ გამუდმებით ვიბანდი ხელს საპნით, მეორედ თქმა აღარ დამჭირვებია. ჭამის წინ საპნით ვიბანდი ხელებს, ხელსაქმის დროსაც, თუ კი ეს ფაქიზი საქმე იყო. მუდამ ასე ვიქცეოდი და შინაგანი წინააღმდეგობა არ მქონია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ორი უხუცესი მყავდა და ხშირად ისინი საწინააღმდეგო რამეს მთხოვდნენ. ერთხელ მამა ივანიკე მეუბნება: აიღე აქედან ეს ქვები და იქით გადაიტანე. მეც ავიღე და მითითებულ ადგილზე გადავზიდე ის ქვები. შემდეგ უფროსი უხუცესი მოვიდა და როგორც კი დაინახა ქვები, განრისხდა, გამლანძღა და მითხრა: შეუკუღმართო ადამიანო, რატომ გააკეთე ეს? განა ქვები აქ უნდა ეწყოს. ახლავე უკან წაიღე, საიდანაც აიღე. აი ასე მლანძღავდა, როცა ბრაზდებოდა. მეორე დღეს მამა ივანიკემ გაიარა იმ ადგილზე. ხედავს, რომ ქვები უწინდელ ადგილზე აწყვია. გაბრაზდა და მეუბნება: ხომ გითხარი, რომ ქვები იქით გადაგეტანა? შემრცხვა, გავწითლდი, მუხლი მოვიტრიკე და ვუთხარი: მამაო, შემინდე, მე თითქმის სულ გადავზიდე ქვები, მაგრამ უხუცესმა მითხრა უკანვე წაიღე, სადაც იყო, ჩვენ ისინი იქ გვჭირდებაო და მეც უკანვე წავიღე. მამა ივანიკეს სიტყვაც აღარ დასცდენია. ასე მწვრთნიდნენ უხუცესები, მაგრამ მე მზაკრული ეჭვი არ მქონია. არ ვფიქრობდი, ესენი ხომ არ მცდიან. თავშიც არ გამივლია აზრი, რომ მათ ჩემი გამოცდა შეეძლოთ. და თუ მართლაც მცდიდნენ, ისე ბუნებრივად აკეთებდნენ ამას, რომ ვერც კი ვხვდებოდი. ამაში ღრმა აზრი იყო, რადგან როცა ადამიანმა იცის, რომ მას ცდიან, მაშინ მას ყველაზე რთული საქმის შესრულებაც კი შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ იგი მორჩილია. მაგრამ თუ ადამიანმა არ იცის, რომ მას ცდიან და თან მონაზვნის მრისხანებასაც ხედავს, მაშინ არ შეიძლება, რომ მას შინაგანად ხინჯი არ გაუჩნდეს და არ იფიქროს, რომ განა მონაზონი შეიძლება, რომ მრისხანე იყოს და ლოცულობდეს. თუ მრისხანებისგან არ გათავისუფლებულა, მაშასადამე ეს ადამიანი სრულყოფილებისგან შორს არის. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობდი. არც კი ვიცოდი, მცდიდნენ თუ არა. პირიქით, მიხაროდა კიდეც ეს ყოველი, რადგან მიყვარდა ისინი და მათაც ძალიან ვუყვარდი, თუმცა ამას მე არ მაჩვენებდნენ. ორივე უხუცესი მიყვარდა, მაგრამ ჩემს უხუცეს განსაკუთრებით მივეჩვიე, უხუცეს პანტელეიმოს.
როგორც წმინდა დავით მეფსალმონი ამბობს, მიგდევ და სული ჩემი შემდგომა ჩვენსა და მე შემეწია მარჯვენე შენი. ჩემი სულიც ასე მიეკრა უხუცეს პანტელეიმოს, ჭეშმარიტად გეუბნებით, გულით მასთან ვიყავი, მე მას ვხედავდი და ვგრძნობდი, თან დავყავდი ტაძარში, სამუშაოზე, დიახ, მე მას ვგრძნობდი, მან გამწმინდა, ძალიან მივეთვისევ უხუცეს, მისი ლოცვა კურთხევა დიდად შემეწია, იგი დიდი წმინდანი იყო. უხუცესი არაფერს მეუბნებოდა, არა მარტო თავის წარმოშობაზე, არამედ თავის გვარსაც არ მეუბნებოდა, არაფერს, სრულიად არაფერს არ მეუბნებოდა. არასოდეს ამბობდა ჩემს სამშობლოში, ან ჩემი მშობლები, ჩემი ძმები და ასე შემდეგ. იგი მუდამ დუმდა, მუდამ ლოცულობდა, მუდამ მშვიდი იყო. თუკი მრისხანებდა, მისი რისხვაც და მისი სიტყვებიც მხოლოდ გარეგნული იყო. მე ის მიყვარდა და მწამს, რომ მორჩილებისა და სიყვარულის წყალობით, რომელსაც მისადმი განვიცდიდი, ჩემშიც დამკვიდრდა მადლი. მე მას ვაკვირდებოდი, რომ მისგან რაიმე გადამეღო, მას მიუსგავსებოდი, მიყვარდა და თაყვანს ვცემდი, ვუცქერდი და ამით სარგებელს ვიღებდი. ჩემთვის მხოლოდ მისი ცქერაც საკმარისი იყო. აი ჩვენ შორის მივდივართ, კავსოკალივიდან მაღლა მთაზე, მუხის ხის ტოტების მოსაჭრელად. მთელი გზა ვდუმდით, სიტყვასაც არ ვამბობდით. მახსოვს, როგორ მიჩვენებდა ხუცესი, რომელი ხე უნდა მოგვეხერხა. ერთ ტოტს ძლივს მოვხერხავდი და გახარებული ვყვიროდი, ხუცესო, მოვჭერი. იგი მპასუხობდა, აი იქ მიდი ხერხით. ირგვლივ ყველაფერს ვწმენდდი, რათა ხერხით მუშაობა შესაძლებელი ყოფილიყო. უხუცესი კი ჩემთვის შემდეგი მუხის მოსაძებნად მიდიოდა. უხუცესო, ესეც მოვჭერი ვყვიროდი მე და ყოველივე ამით დიდ სიხარულს განვიცდიდი. არაჩვეულებრივი იყო ყოველივე, ეს იყო ჩემი სიყვარული, ეს იყო ღვთის მადლი, რომელიც უხუცესიდან ჩემ დაბალთან მოედინებოდა. მე ეხლა კარგად მესმის ეს პატერიკი. ერთხელ ბერები მოვიდნენ და ერთ მოღვაწეს გარშე მოერტყნენ, რომელსაც მრავალ რამეს ეკითხებოდნენ. ერთ-ერთი ბერი იჯდა და არაფერს ამბობდა. ის უხუცესის სახეს შესცქეროდა, რომელსაც ყველა რაღაცას ეკითხებოდა. ის კი არავის არაფერს ეკითხებოდა. მაშინ მე უდაბნოემ ვკითხა მას, შენ რატომ არაფერს მეკითხები, შვილო? შენთვის არაფერი არ გაურკვეველი? მან უხუცეს უპასუხა, მე სხვა არაფერი მინდა უხუცესო, ჩემთვის შენი ცქერაც საკმარისია. ესე იგი ის მადლით ტკბებოდა, შეიწოვდა მას, მისგან საღვთო მადლს იღებდა. ღირსის სვიმეონ ღვთისმეტყველიც ამას ამბობდა, რომ თავისი უხუცესისგან მიიღო მადლი. ერთხელ მამა პორფირს ვკითხე, უხუცესო, რა განსხვავებაა მორჩილებასა და სიმდაბლეს შორის? ეს ერთი და იგივეა, ღიმილით მიპასუხა უხუცესმა. არ შემიძლია ახლა გადმოგცეთ და მაგალითით გიჩვენოთ, თუ რა არის ნამდვილი მორჩილება. მორჩილებაზე თუ ვისაუბრებთ და ვიტყვი, წადი და ყირაზე გადადი და შენ თუ ამას შეასრულებ, ეს არ არის მორჩილება. მაგრამ როცა შენ შორს ხარ მორჩილებაზე ფიქრისგან, როცა ამ თემაზე საერთოდ არ ფიქრობ და უცებ გთხოვენ რაღაცის გაკეთებას და სიხარულით შეასრულებ ამას, სამუშაოზე იქნები, ნამძინარები თუ მზადყოფნაში საერთოდ არ იქნები, მაგრამ მაინც დაემორჩილები, აი მაშინ შენი საქციელი გამოაჩენს, ასრულებ თუ არა მორჩილებას.